მე მგონია რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია დღევანდელი ბოლო პერიოდში და ამის მიზეზი არის ის თუ ვინ არის დღევანდელი დღის ინიციატორი და მგონია რომ ეს რაღაც გაბნეული ენერგია ან მხარდაჭერა რომელიც ბოლო პერიოდში არსებობს უნდა კონცენტრირდეს დღევანდელ დღეში უნდა კონცენტრირდეს პატიმართა ოჯახის წევრების მხარდასაჭერად და არ ვიცი არ მგონია უფრო მნიშვნელოვანი თარიღი არსებობს ახლო მომავალში პოლიტიკურ კალენდარზე, ამიტომ მგონია რომ ის წინააღმდეგობაც რომელიც სავარაუდოდ პოლიციური ძალებისგან დღეს და ხვალ გამთენიცა შეხვდება პროტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბალანსდება და დაიცლება თუ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა დღევანდელი ღამის გასათენებლად. ელოდებით დღესაც ისე საინტერესოა ხო აი როგორ განვითარდება მოლოდინელს გაყოფილი აზრები, რა შეიძლება მოხდეს ღამით, რა შეიძლება მოხდეს დილითაც. თქვენს აი ამ რუსული კანონიდან მოყოლებული ორჯერ იყავით ხო დაკავებული. ისე რა განცდა დაგიტოვათ ამან შიში თუ პირიქით. უფრო მეტი мотиваცია მიხვიდეთ ყოველთვის ესეთ აქციებს. რაღაც პერიოდს მე უკვე იმუნური ხდები, მგონი, როცა ამ პოლიციურ ძალებს ურთიერთები და აღქმებით შესაბამისად იმუნური ხდება. მე მგონია რომ დღევანდელი დღე და ზოგადად რაღაც ეს პერიოდი რომელიც ახლა ახლო მომავალში ან ახლოს უარჩი ჩანს არის პერიოდი რომელიც უნდა მთლიანად იყოს მიბმული პატიმრების თემას და პირველი ხმა რომელიც უნდა ჟღერდეს ამ პროტესტში არის ამ ადამიანების ოჯახის წევრების ხმა, იმიტომ რომ არაფერი ეხლა ისე არ მნიშვნელობს როგორც მათი საჭიროებები, მათი იდეები, მათი ინიციატივები და მგონია რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ შემსრულებლები ამ ადამიანების რაღაც სურვილების და საჭიროებების ყოველდღიურობაში გადმოტანას. ამიტომ მგონია რომ ჩვენი ბრძოლა ეხლა უნდა იყოს აბსოლუტურად ნებისმიერი ხედვის და გემოვნების და პოლიტიკური მწამსის ადამიანის ხედვა გაერთიანებული უნდა იყოს ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ძალიან კონკრეტული ამოცანა დგას უკანონო პატიმრების გათავისუფლების სახით. კი ბატონო, აი ეს დღე ახლა დღეს როგორიც იქნება, როგორიც არის ჩაფიქრებული, როგორ გონიათ, მაინც 31 მარტის აქციის რეზონანსია? ნაწილობრივ ალბათ და ალბათ 31 მარტმა ყოველთვის ჩემთვის და ჩემ გარშემო ძალიან ბევრი ადამიანში გარკვეული თანაკლისის განცდა დატოვა. ერთი მხრივ ამაზე შეიძლება გვიპასუხონ, რომ ხელოვნურად მოხდა ამ თარიღის გაბერვა, მაგრამ მე მგონია, რომ ეს ასე არ არის. 31 მარტი და ყოველი პოლიტიკური საპროტესტო დღე ადამიანებში აჩენს მოლოდინებს და მოლოდინებს პოლიტიკური სპექტრისგან ჭირდება ადეკვატური პასუხი. მე მგონია ესეთ პასუხი არ იყო. ცალსახად და მგონია რომ კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ყავს ამას, ამ სიცარიელეს, პოლიტიკურ სიცარიელეს. 31 მარტის დაბალანსება შეიძლება მოხდეს დღეს და ახლო მომავალში. მე მეჩვენება რომ დარწმუნებული ვარ პროტესტი გარკვეულწილად არის კრიზისში, თუმცა ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ხედავ, მაგრამ ტრაგიკული იქნება თუ ამ კრიზისის დაძლევაზე არ ვიმუშავებთ, არ ვიფიქრებთ. და ამ რეფლექსიის ერთ-ერთი პირველი საფეხური მგონია ის, რომ ვაღიაროთ ეს კრიზისი და ასევე ის, რომ ჩვენი მზერა და ფოკუსი მიმართოთ იმისკენ, რომ პოლიტიკური ძალები, აქტორები ვაიძულოთ შექმნან პოლიტიკური პროცესი, იმიტომ რომ ამის გარეშე მე ძალიან რთულად მესახევარ პროტესტ გაგრძელება კონდეს ადეკვატური და ესეთი დროში განგრძობითი გახდეს. ამიტომ თავარი ამოცანა, რაც ახლა ყველა ჯგუფისთვის, ყველა სოციალური ჯგუფისთვის მგონია რომ არსებობს, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის, პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, იმიტომ რომ ადამიანებს, მათ შორის იმ ადამიანებს, ვინც სახლშია შებრუნებული პროტესტიდან, ჭირდებათ პოლიტიკური ალტერნატივა. და ეს ალტერნატივა არ გულისხმობს მაინც და მაინც კონკრეტულ აქტორებს, გულისხმობს პროცესს და სალომე ზურაბიშვილის პერსონით დაწყებული, დანარჩენი პარტიებით გაგრძელებული, ყველას აქვს პასუხისმგებლობა, რომ შექმნან ეს პოლიტიკური პროცესი, შექმნან უმოკლეს დროში და იყვნენ ადეკვატურები, იმიტომ რომ ამ კრიზისზე პასუხისმგებელი არ არიან ის ადამიანები, ვინც რუსთაველზე ყოველდღიურად აპროტესტებენ. ამ კრიზისზე პასუხისმგებლები არიან პოლიტიკური ძალები, იმიტომ რომ მათ საკმარისი კონტრიბუცია არ შემოაქვთ ჩემი აზრით პროტესტში.
და ეს გამოიწვევს ხოლმე ერთ რამეს, საბოლოოდ მივიღეთ შედეგს, რომ მარგინალებად გამოცხადდებიან ის ადამიანები. ანუ თქვენი მსჯელობა ახლა აქეთკენ მიდის, ბოდიში გაგაწყვეტინეთ, რომ აი ამ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებელი პოლიტიკური პარტიები არიან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. მე ასე ვხედავ, რომ პროტესტანტები, რომლებიც პროტესტში კრიზისს გულისხმობ. პროტესტანტები, რომლებიც ნოემბრიდან მოყოლებული დგანან ქუჩაში და რაოდენობა სამშობლოში მნიშვნელობა არ აქვს, აკეთებენ თავიანთ საქმეს და გარკვეულწილად აძლევენ უთავისუფლებენ დროს პოლიტიკურ აქტორებს. და მე განცდა მაქვს, რომ ეს გამოთავისუფლებული დრო პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ გამოიყენეს, ან გამოიყენეს ძალიან შეფერხებით და ნელა. იმიტომ რომ 28 ნოემბრიდან მოყოლებული ისინი იყვნენ განზე გაწეულები, სიმძიმის ცენტრი მოქალაქეებზე იყო გადმოსული და ამ პერიოდის განმავლობაში ნაცვლად იმისა, რომ მათ შეექმნათ კონკრეტული ხედვები და შეძლებოდათ კონსოლიდაცია რაღაც იდეების ან კონცეფციების გარშემო, ჩვენ ვნახეთ რაღაც დაპირისპირებები, ვნახეთ ისეთ სიცარიელები, როგორც 31 მარტს იყო, ამიტომ ეხლა აკისრებთ პასუხისმგებლობას. იქიდან გამომდინარე, მე არ მოვაპარაკე, მე მგონი კონტექსტი აკისრებს მას ამ პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ 29 დეკემბრიდან მოყოლებული კიდევ უფრო რთული გახდა მისი პოლიტიკური ცხოვრება და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, იმიტომ რომ მან 29 დეკემბერს გადაწყვიტა, რომ განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო მანდატი არ სრულდებოდა ამ თარიღთან ერთად და ის გრძელდებოდა და ეს რო არ დარჩეს ვერბალურ რაღაც თქმულებად, მნიშვნელოვანი და საჭირო არის, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკაში ქვეყნის შიგნითაც, იმიტომ რომ ხშირად არგუმენტია ხოლმე, რომ ის ძალიან ბევრს მუშაობს ქვეყნის გარეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წონიანი ნაწილია, მაგრამ ეს იმ რაღაც უფსკრულს ვერ ავსებს, რომელიც ქვეყნის შიგნით არის, იმიტომ რომ მე არ მგონია სწორი მთელი მზერა მივმართოთ გარეთ და მათ შორის დასავლეთისკენ. აი რა ბერკეტია ჩვენს ხელში შიგნით გურამ ოცნების მხარეს არის დიდი ძალაუფლება, ყველა ბერკეტი იმისთვის, რომ დრაკონული კანონობით თუ პირდაპირ მნიშვნელობით ძალით ჩადოს ამ პროტესტის ჩახშობა, ეს მიტაცებული ძალაუფლებით ყოველდღე იღებს რაღაც ახალ რეპრესიულ კანონებს, რომელიც ფაქტობრივად რესპუბლიკას ამთავრებს, ხომ, დიქტატურას აფორმებს ყოველდღიურად. აი რა არის მეორე მხარეს ჩვენს ხელში ბერკეტები? სიმართლე. უბრალოდ მნიშვნელოვანია ამ სიმართლეს სფეროებმა, აქტორებმა თავიანთი სფეროების მიხედვით მოუძებნონ ეკვივალენტები, იმიტომ რომ ეს სიმართლე არის ხელში მოსახელთებელი. მე მგონი რომ საკმარისი ბერკეტია იმისთვის, რომ დიდ სურათში გამარჯვება ჩვენკენ დავიტოვოთ, უბრალოდ აი ამიტომ ვახსენე პოლიტიკური პარტიების და აქტორებიც, რომ ამ სიმართლეს პოლიტიკურ ენაზე მოთარგმნა ჭირდება და განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ჩვენ დიდი პროპაგანდისტული მანქანის წინაშე ვართ. გარდა ამ ბერკეტისა, რომელიც შეიძლება აბსტრაქტულად ჭრეს, მაგრამ მე არ მგონია, რომ აბსტრაქტული ბერკეტია. გარდა ამისა, მგონია, რომ აი რაც ვახსენებ დასაწყისში, თუ ადამიანები პოლიტიკური პროცესიდან გათიშული ადამიანები, მათ შორის რეგიონებში მცხოვრები კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები დაინახავენ, რომ პოლიტიკური პროცესი დაძრულია, რაიმე ალტერნატიული დღესასწაული არსებობს, მგონია, რომ უმოკლეს დროში დავინახავთ ცვლილებებს. და ეხლა კრიზისი იწვევს ის, რომ ეს ადამიანები ხედავენ უძრაობას და რაღაც იდეათა სიღარიბეს. და ამის ამოვსება შესაძლებელია, მაგრამ ამ ამოვსებისთვის საჭირო პოლიტიკური ნება და არ ვიცი მე არ მრჩება განცდა ამ ეტაპზე, რომ პოლიტიკური ნება უფრო დაუშვით ხელს, ესეც საინტერესოა, აი პოლიტიკურ ოპოზიციას. არ ვიცი, ხანდახან მეჩვენება, რომ საკმარისად მაინც ვერ იაზრებენ საფრთხეებს, მათ შორის იმ საფრთხეებს, რომელიც უშუალოდ მათ მიემართებათ. და მე დიდხანს მქონდა განცდა მათ შორის, რომ კრიტიკული მედიაც დიდხანს ვერ იაზრებდა რა საფრთხეებთან მქონდა შეხება ყოველდღიურობაში, იმიტომ რომ ეხლა და დომინოს პრინციპით შეიძლება რომ ძალიან მოკლე დროში და ეს დაწყებული ეს პროცესი ხო, რომ კრიტიკული მედიები აორთქლდნენ ჩვენ თვალწინ. და ამ მოცემულობაში, როცა კრიტიკული სიტყვა ყოველდღიურად ქრება ეს გრადაციით და ბოლოს არაფერი აღარ დარჩება, აბსოლუტურად არაადეკვატური მგონია პოლიტიკური ძალები ისხდნენ და ერთმანეთში კინკლაობდნენ, ეს ღრმად არასერიოზულია და უპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ არ არის უპასუხისმგებლო მოკლე დისტანციაზე ისტორიულადაც ძალიან დიდ უპასუხისმგებლოსთან გვექნება საქმე, იმიტომ რომ ისტორია როგორც ესე არ პატიობს ესეთ გულუბრყვილობას და ინფანტილიზმს პოლიტიკურ აქტორებს ხოლმე.
კეთილი. და ბოლოს გითხარით თქვენ იქნებით დღეს 9 აპრილის მემორიალთან, აი როგორ გონიათ დილით იქ მივა უცნება, არ მივა, როგორ ჯობია რომ მოიქცნენ ამ შემთხვევაში? თავადაც შეიძლება არ იყვნენ ჯერ ჩამოყალიბებული მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ერთ-ერთი ახალბედა დეპუტატის კომენტარი. აი რა რეაქცია გექნება თუ ისინი გამოჩნდებიან მაინც? მე მგონი ეს დაახლოებით იგივე სქემა, რაც ახალ წელს ნაძვის დღესთან დაკავშირებით იყო, უბრალოდ ჟანრი აბსოლუტურად განსხვავებული. მაშინ თუ რაღაც ზეიმის ფორმატი არსებობდა, რომელიც პროტესტმა წაართვა ქართულ ოცნებას და რეჟიმს. ეხლა ცხადია სხვა მნიშვნელობის და დატვირთვის არის 9 აპრილი, მაგრამ სქემა აბსოლუტურად იგივეა კონკრეტულ ტერიტორიაზე. მოსვლა და რაღაც მონადირება, მათი მონადირების მცდელობა მათი მხრიდან. მე მგონია რომ გუშინ რაღაც ნიშნები გამოჩნდა, როგორ შეიძლება იმოქმედონ დღესღამე და გამთენიისას და შესაძლოა რომ პოლიცია ბევრად აქტიური იყოს ვიდრე სხვა დღეებშია ხოლმე. დარწმუნებული ვარ მოვლენ ეკნებათ ეს მცდელობა და რადგან ეს მცდელობა ეკნებათ, ალბათ იმის მცდელობაც ეკნება, რომ იქაურობა მოასუფთავონ და მოასუფთავონ წინააღმდეგობისგან და სწორედ ამიტომ გონია ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ ის ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში ჩახსნილი არიან პროტესტს და ბევრს ლეგიტიმური მიზეზი აქვს ამისი, მგონია, რომ დღესღამე მათ შორის ეს ადამიანებიც უნდა გამოვიდნენ, იმიტომ რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ღამეა და ჩვენ უნდა ვიცნოთ ამ ღამის მნიშვნელობა.